აკი კითხვები მოცემული გვაქვს გაჩერებაზე და დგომის შესახებ, რომელზედაც რა თქმა უნდა ქონდა საუბარი და თუ კარგად აი თუ ისეთ განვლილი მასალა, მაშინ არ უნდა გაგიჭირდეთ კითხვებზე პასუხების გაცემა. და არ ღვია თუ არა მძღოლმა ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესები მოცემულ სიტუაციაში. რა თქმა უნდა დაარღვია, ვინაიდან მან არ გამოდგა ავარიული გაჩერების საგზაო ნიშანი. ანუ დიახ. სუბუქი ავტომობილის ზღოლს აქვს თუ არა გაჩერების უფლება მოცემულ სიტუაციაში. ცალფერმოძრაობიანი გზა, ტრამვაის გაჩერების ადგილი არის ამ გზაზე შუა ნაწილში, მოკლედ მას გაჩერების უფლება აქვს. სწორი პასუხია დიახ. საგზაო ნიშანი მიგვითითებს, რომ დაასვენებელი ადგილი არის 500 მეტრის შემდეგ. ანუ კითხვიდან გამომდინარე, სად შეგიძლიათ გაჩერდეთ? სწორი პასუხია 500 მეტრის შემდეგ. დიახ, ჩვენ ვემორჩილებით პოლიციელის მითითებას. და სწორი პასუხია ყველა შემთხვევაში. პირველი მოთხოვნა ამ სიტუაციაში არის ის, რომ გავიყვანოთ ავტომობილი ნიშნის მოქმედების ზონიდან. და ესაა სწორი პასუხი. არა აქვს. ვინაიდან ეს ნიშანი მოქმედებს, როგორც ვიცით, პირველი გზაჯვარედინამდე ან დასახლებული პუნქტის ბოლომდე და აი ეს გზაჯვარედინს არ წარმოადგენს. ეს საგზაო ნიშანი გაჩერებებს არ უგზავნოს მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებს. დგომა ეკრძალებათ სატვირთოებს, რომლის მასა აღემატება 3.5 ტონას. არ დაურღვევია, ვინაიდან დაეცა გადაკვეთიდან 5 მეტრი და მთლიან ხაზს შორის 3 მეტრი. სწორი პასუხია არა. გვაქვს, ვინაიდან ვიცით, რომ დგომა არ გვიგზავნოს გაჩერებას. დიახ. არ ღვევს, ვინაიდან ეს ნიშანი ვრცელდება ინვალიდებზეც და სწორი პასუხია დიახ. თვის კენტრიცხვებში, როდესაც ეს ორი ნიშანი ერთდროულად არის გამოყენებული, მაშინ თვის კენტრიცხვებში ამ სიტუაციაში გვაქვს გომის უხფრესი. Hi, how you doing? This is Rodney Dangley. საათის შემდეგ კენტრიცხვებში. დიახ.
მოცემულ სიტუაციაში ტექნიკური უწესრიგობისას წარმოშობის შემთხვევაში ვალდებულია თუ არა მძღოლი დააყენოს საავარიო გაჩერების ნიშანი. რა თქმა უნდა ვალდებულია, ვინაიდან ეს ნიშანი მოქმედებს ამ მხარეზე. ესე იგი აკრძალულია გაჩერება და სადაც აკრძალულია გაჩერება, იქ ყველგან უნდა გამოვიყენოთ ავარიული გაჩერების საგზაო ნიშანი. ეს ნიშანი დგომას არ უკრძალავს ინვალიდებს. ანუ სწორი პასუხია მეორე. დგომა აკრძალულია ყველგან, სადაც აკრძალულია გაჩერება, პლუს რკინიგზის გადასასვლელიდან 50 მეტრზე ახლოს. სწორი პასუხია მეორე. ამ სიტუაციაში ნახატიდან გამომდინარე გზავრების ჩასვლომის მიზნით სწორად გააჩერა ამ ტრანსპორტმა, ანუ A. შეგახსენოთ, როცა მთლიანი ხაზია, მისი გადაკვეთის უფლება არ აქვს გზავრების ჩასვლომ-გადმოსვლობის მიზნით. თუ წყვეტილი ხაზია აქ, გვაქვს გადაკვეთის უფლება მარჯვენის შეხვევისათვის და გაჩერებისათვის გზავრთა ჩასვლoma-გადმოსვლობის მიზნით. შებრუნებულია წინა კითხვისა და დიახ, ხოლო 19 საათის შემდეგ, ვინაიდან ეს ორი ნიშანი, როდესაც ერთდროულად გამოიყენებიან, გვაქვს ნასწავლი, ასე უნდა მოვიქცეთ. მათ წინ 5 მეტრზე ახლოს. დგომის წესები დაარღვია ამ ორმა სატრანსპორტო საშუალებამ. ანუ მესამე B და G. რკინიგზის გადასასვლელიდან აკრძალული გვაქვს დგომა 50 მეტრზე ახლოს. ანუ დგომის წესები დაარღვია აი ამ სატრანსპორტო საშუალებამ. ესე იგი, მხოლოდ B მეორეა სწორი პასუხი. არ დაურღვევია, ვინაიდან აკრძალავი ნიშანი არ არის და ტროტუარზე გვაქვს გაჩერების უფლება, თუ არ უქმნით დაბგოლებას ქვეითებს. ესე იგი, კითხვიდან გამომდინარე, პასუხი იქნება არა, არ დაურღვევია. დგომის წესები. აქ დაარღვია ორივე მძღოლმა ავტომაგისტრალზე არ შეგვიძლია გაჩერება და დგომაც. დაარღვიეს, ვინაიდან ასეთ სიტუაციაში აქ საერთოდ არ შეიძლება გაჩერება და თუ გავჩერდით, მაშინ ავარიულები უნდა ჩავტოთ, გამოვიტანოთ არანაკლებ 30 მეტრის ავარიული გაჩერების საგზაო ნიშანი. ნუ მოკლედ, კითხვიდან გამომდინარე, დგომის წესები დაარღვიეს ორივე მძღოლებმა. რა თქმა უნდა, მხოლოდ B. ეს საგზაო ნიშანი დგომა აკრძალულია, ვრცელდება მის წინ და არა შემდეგ.
დგომა კი ნებადართულია სავალი ნაწილის იქეთ. ანუ დგომის უფლება გაქვთ ამ ნაწილში და სწორი პასუხია აქ მეორე, მხოლოდ B. ესეც განმეორებული კითხვაა. გაჩერების წესები სწორად შეასრულა. A. სწორი პასუხია პირველი.